მოგესალმებით საქართველოს არბიტრთა ასოციაცია აგრძელებს პოდკასტების სერიას. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის მხარდამჭერია ჯაბა გველებიანის ლოფირმი. და დღეს ჩვენ სტუმრად ყავს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარე დათო ტაბატაძე და ჯაბა გველებიანი და ვსაუბრობთ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკრედიტაციის კურსებზე და ზოგადად აკრედიტებულ წევრობაზე, რა ფუნქცია დანიშნულება აქვს, რატომ იქნა თავის დროზე შემოღებული ეს, ასე რომ ვთქვათ, ინსტიტუტი საქართველოს არბიტრთა ასოციაციაში და ასევე იმ სიახლეზე, რომელიც დანერგვასაც გეგმავს საქართველოს არბიტრთა ასოციაცია დღეის მდგომარეობით, უკვე რომელიც შეეხება აკრედიტაციის კურსის დაჩქარებულ ვერსიას. და ჯაბა შენით დავიწყებ იქიდან გამომდინარე რომ როდესაც პირველად აკრედიტაციის კურსი დაინერგა იმ პერიოდში სწორედ შენ იყავ გამგეობის წევრი და აქტიურად იყავი ჩართული ამ კურსის შემუშავებაში და შემდგომ ჩვენს პრინციპში მეც და დათომაც გავიარეთ ეს კურსი და ცხადია მის პრაქტიკულ დანიშნულობაზე ჩვენი პერსპექტივიდან გვექნება შესაძლებლობა რომ ვისაუბროთ და აი მიზანი რა იყო, როგორ შეიქმნა და მოკლედ რომ გაგვიზიარო. დიდი მადლობა, ძალიან კარგი ინიციატივაა წარმატებები პოდკასტების სერიას, ვადევნებ თვალს აქტიურად და მადლობა ამ საკითხის წამოწევისთვის. აკრედიტაციის რამდენიმე მიზანი ქონდა, შემიძლია ესე ვთქვა, აკრედიტაციის იდეას და მის დანერგვას, ერთი ორგანიზაციული განვითარების, მეორე სფეროს განვითარების და მესამე თვითონ არბიტრის როგორც პროფესიის განვითარების და ხელშეწყობის. ორგანიზაციული განვითარებით დავიწყებ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, როდესაც ასოციაციის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ აკრედიტირებულ წევრებს მას შემდეგ რაც ასოციაციას ეყოლება 50 აკრედიტირებული წევრი, მხოლოდ მათ ექნებათ ასოციაციის საერთო კრებებზე ხმის მიცემის უფლება. ეს იყო სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ დამფუძნებლების და წევრების მიზანი არის, რომ ეს ორგანიზაცია იყოს ყოველთვის მართული და გადაწყვეტილებებს იღებდნენ ადამიანები, რომელთაც არბიტრაჟში ცოდნა აქვთ. რომ ორგანიზაციული სიჯანსაღე, მისი მდგრადობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო და სწორედ ამ მიზნისკენ მიდის დღეს ასოციაცია ძალიან ახლოს არის. მეორე სფეროს განვითარება იმ მხრივ, რომ დამატებითი განათლების და ცოდნის რესურსის შექმნა, აკრედიტაციის მოდულების დანერგვით, ინტერესის გაჩენა იურისტებში, რომ გადამზადებულიყვნენ არბიტრაჟის კუთხით და ამ მხრივ გაჩენილიყო ხელმისაწვდომი რესურსები მხარეებისთვის, რომ მოეძიებიათ მათთვის ასურველი არბიტრები და მესამე პროფესიული განვითარება და ხელშეწყობა თვითონ პროფესიის, იმ მხრივ, რომ არბიტრთა ასოციაციას წლები აქვს ძალიან წარმატებული გამოცდილება საარბიტრაჟო ინსტიტუტებთან, რომ აკრედიტირებული წევრების აქტიური ხელშეწყობა ხდება მათი დანიშვნების კუთხით და მეც სხვათა შორის ჩემი საარბიტრაჟო არბიტრობის გამოცდილებაც სწორედ ამ ფორმატით დავაგროვე, რაც ძალიან დიდი ხელშეწყობა პროფესიაში შესვლის და განვითარების კუთხით. კი ბატონო, მადლობა ჯაბა. დავით, დღეის მდგომარეობით რა სიტუაცია გვაქვს ამ მიმდინარეობის კუთხით, ანუ აკრედიტაციის მოდულებს გულისხმობ. რამდენად არის დაინტერესება, მომართვიანობა და დღეისგვაი ერთი არის, რომელიც რაზეც გვესაუბრა ჯაბა 6 წლის წინ დაიწყო ფაქტიურად 2019-20 წლებში დაიწყო ეს
პირველი ეტაპი, ანუ პირველი კურსი და რამდენად შეიძლება თქვა თუ არა რომ აი რამდენად უზრუნველყოფს იმ მიზნებს დღეის მდგომარეობით და რამდენად პასუხობს იმ გამოწვევებს რაც კი ბატონო, მადლობა უთო. ამ წუთას ყავს 46 აკრედიტებული წევრი და აკრედიტაციის გზა ამ ეტაპზე აქამდე არსებობდა მხოლოდ ერთი და ეს არის 2 მოდულის გავლა, თითოეული დაახლოებით 3 თვე გრძელდება და არის საკმაოდ ინტენსიური კურსი არბიტრაჟში, რომელიც არა მხოლოდ რაღაც ლექციების სერიას მოიცავს, არამედ დავალებების შესრულებას, გადაწყვეტილების წერას, პროცედურული ორდერების წერას, ასე შემდეგ, რაც უშუალოდ პრაქტიკაში სჭირდება არბიტრს და ეს არის ძალიან უნიკალური შესაძლებლობა განსაკუთრებით ახალგაზრდა ახალ დამთავრებული თუნდაც პროფესიაში ახალად შემომსვლელი ადამიანებისთვის რომ უმოკლესი გზაა რომ მინიმალური მოთხოვნები რომ რაღაცა ისე ვთქვათ უნარები შეიძინო არბიტრაჟთან დაკავშირებული შეიძინო თუმცა ყავს საქართველოში უკვე ბევრი პროფესიონალი რომელიცაც უკვე არბიტრაჟში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს გაწყვეტილებების დაუწერია, ბევრ საერთაშორისო გამოცდილება აქვს, ასე შემდეგ და ასეთი ადამიანებისთვის შეიძლება და არის მოთხოვნა იმაზე, რომ უფრო მოკლე გზა არსებობდეს და უფრო სწრაფი გზა არსებობდეს ასოციაციაში აკრედიტებულ წევრად მიღების და ზუსტად ამიტომ შევიმუშავეთ ეს ახალი დაჩქარებული კურსის პროგრამა, რომელიც ეს ვთქვათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთდღიანი კურსი იქნება კურსის ნაწილი, თუმცა გამოცდების ნაწილი რჩება, იქნება როგორც წერილობითი გამოცდა, ისე ზეპირი გამოცდა ტრენერებთან გამოცდას ამას ვერ დავარქმევდი, რაღაც უფრო ისეთი გასაუბრებასავით არის გამოცდა, რომელსაც უნერგავთ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და მოკლედ პროფესიონალებს, რომლებსაც აქვს ამ მიმართულებით გამოცდილება, შეუძლიათ შემოუერთდნენ ასოციაციას როგორც აკრედიტებული წევრები და აი ჯაბამ რაც ახსენა, რომ აკრედიტაციის 50 წევრის შემდეგ იცვლება ასოციაციის მართვის მოდელი, ახლა გადაწყდება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ 50-ს ძალიან მალე გადავწდებით და უკვე ის 50-ზე უკვე მეტი წევრი იქნება ხმისუფლების მქონე, ის დააკომპლექტებს გამგეობას და ასე შემდეგ, რა უფლებამოსილებებიც აქვს ზოგადად ხმისუფლების მქონე წევრს ახლა ექნებათ მხოლოდ აკრედიტაციის მქონე პირებს. კი ბატონო, მადლობა დავით. მეც პრინციპში გამოვეხმაურები ამ საკითხს, რომ ყოველთვის გვედგა თვითონ გამგეობაშიც ის საკითხი, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ აკრედიტირებული წევრობა, თუმცა ეს იყო მათთვის გახმული როგორც გარკვეული ბარიერი და ხა რეალურად, როდესაც ისინი აკმაყოფილებდნენ და ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ ესე პიროვნულ დონეზე, რომ მათი ცოდნა და გამოცდილება აკმაყოფილებს შეიძლება აკრედიტირებული წევრობის სტანდარტს, მაგრამ მეორეს მხრივ ქონდა ეს ფორმალური მოთხოვნა და ცხადია ასოციაცია და გამგეობა ვალდებული იყო, რომ ეს ფორმალური მოთხოვნა დაეცვა და ჩვენი ბევრი ნაცნობი კოლეგა სამწუხაროდ ასე ვთქვათ უარით გაგვისტუმრებია და იყო ესეთი მეტნაკლებად შეიძლება ითქვას უხერხული შემთხვევები. თუმცა ცხადია რომ მეორეს მხრივ ეს იყო გამოწვევა გამგეობისთვის, რომ ჩვენ არა პიროვნული შეხედულებებით, არამედ რაღაც ორგანიზაციული თვალსაზრისით გამართული ფორმით უნდა მოხდარიყო ეს ყველაფერი და ალბათ ეს გამოსავალი მოიძებნა საბოლოო ჯამში, რომ ერთი მხრივ ჩვენ გავუმარტივოთ ამ ხალხს ასოციაციაში შემოსვლა და მეორე მხრივ უზრუნველყოფილი იყოს ის სტანდარტი, იმიტომ რომ ძალიან რთულია, ხო, ანუ კი შეიძლება ადამიანს ვიცნობდეთ და დარწმუნებულები ვიყოთ, მაგრამ რაღაცა ობიექტური შეფასების კრიტერიუმის არსებობა ასოციაციისთვის იყო თავარი, ასე ვთქვათ, გადამწყვეტი, მაგრამ მეორე მხრივ როგორც დათომ ახსენა, ხა სტანდარტული მოდელი ვიცით, რომ დაახლოებით ჯამში შეიძლება წლის განმავლობაში 6 თვემდე ვადას ითხოვდეს და იმ დატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით, რომელიც როგორც წესი იმ ხალხს, სურვილ ხალხს აქვს ხოლმე ძალიან რთულია. თუმცა აქვე ის უნდა აღნიშნოთ, რომ ამ მოდულებს ძალიან დიდი პრაქტიკული და თეორიული დატვირთვა აქვს და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ მე დავის დროზე მეც გამივლია და ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე, როგორც თეორიულ თვალსაზრისით, პრაქტიკული თვალსაზრისით.
შეიძლება თავიდან მქონდა განცდა რომ რაღაცა მრავალწლიანი გამოცდილება მქონდა არბიტრაჟში და აკადემიური თუ პრაქტიკული და აი რაღა უნდა ვისწავლო, თუმცა აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი რამე ვისწავლო. ეს ზუსტად იგივე გამოცდილება მაქვს მეც. და აი მინდა რომ ყველას გაუზიარო ეს რომ თუ ვინმე ფიქრობს რომ აი რაღა უნდა ვისწავლოთ, ვიცით რომ არბიტრაჟი არის ის სფერო, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება, ყოველდღიურად არის სიახლე და ნუ ყოველთვის ტრენერები ცდილობენ რომ აი ამ სიახლეების გაზიარება მოხდეს და ერთსაც დავამატებ რომ ეს კურსი არ არის რაღაცა დამწყებებისთვის, ანუ დამწყებებს გულისხმობ რომ პირველად გაიგოს ადამიანმა რა არის არბიტრაჟი, ნამდვილად არ არის, ანუ რაღაცა საბაზისო დონე აუცილებელია და უკვე სიღრმისეულ საკითხებზე ვიწყებთ ამ კურსის ფარგლებში საუბარს რა, იმიტომ რომ რა თუ არ იცის არბიტრაჟის შეთანხმება, ძალიან გაგიჭირდება პირობითად ამ კურსის ინტენსიური არის თეორიული მოდულიც ჩვენი სტუდენტური აკრედიტაციის წესის ძალიან ინტენსიური არის და თუ შევადარებთ მაგალითად საუნივერსიტეტო ბაკალავრიატის თუ მაგისტრატურის კურსის თქვათ მოთხოვნას გაცილებით რომ მაღალია და პრაქტიკული ნაწილი ბუნებრივია იქიდან მართლაც საჭიროებს ძალიან კარგად მახსოვს რომ ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული და გამოსდის ჩაბარება საკმაოდ რთული იყო. ვიღავთ იმისა რომ იმიტომ რომ შუალედური დავალებების და ტრენერებიც საკმაოდ ისეთი შეფასებებით საკმაოდ კაცრი იყო, რაც ძალიან გამომადგა მე პირადად. თუმცა როგორც თქვი, საჭიროება მოითხოვს იმას, რომ უფრო გაიზარდოს ეს სფერო და აკრედიტირებული არბიტრების რაოდენობაც და არბიტრ ასოციაციის შენ რაც ახსენე ყოველთვის ამოსავალი წერტილი იყო ობიექტურობის შენარჩუნება და ძალიან რთულია განსაკუთრებით პრაქტიკული თქვათ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების უნარჩვევების გადამოწმება თუ არა რაიმე კონკრეტული თქვათ ესეთი ძალიან სანდო მტკიცებულება და ისტორიულად ეს არბიტრ ასოციაციას ვთქვათ მეორე მოდულის ჩანაცვლების კუთხით ყოფილა ეს იყო მხოლოდ CRB-ს რომელიც არის ოქროს სტანდარტი საერთაშორისო არბიტრაჟის ხარისხის კუთხით CRB-ს ნუ fellow-ებისთვის და მათ მიერ აკრედიტირებული წევრებისთვის გამონაკლისი მხოლოდ ამ შემთხვევაში რას მოიცავს დაჩქარებული კურსი ეს რეალურად არის გამოცდა რომელიც შეუძლია გაიაროს იმ ადამიანებმა რომლებიც თვლიან რომ აქვთ დიდი გამოცდილება და ცოდნა უკვე არბიტრაჟში ამ ადამიანებისთვის ბუნებრივია როდესაც და ძალიან მალე გამოცხადდება ასოციაციის მიერ კონკრეტული მოთხოვნები, თუმცა თავარი რაც მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ჩამანაცვლებელი პირველი და მეორე მოდულის და მხოლოდ იმ ადამიანებისთვისა, ვისაც აქვს რეალურად გამოცდილება იმ დონის პრაქტიკა, რომ შეძლოს არბიტრობაში შემოწმება. რას გულისხმობს არბიტრობაში შემოწმება? ბუნებრივია ესეც არ არის რაღაცა 100%-იანი დამადასტურებელი ხარისხის, მაგრამ ჩვენ ვიხელმძღვანელეთ საერთაშორისო გამოცდილებით ეს იქნება ზეპირი კომპონენტი, როგორც ახსენე და სადაც მოხდება ჯგუფებში, სხვადასხვა სესიებზე იმ პრაქტიკულ გამოწვევებში შეფასება არბიტრების რასაც ისინი პროცესში აწყდებიან თუ როგორ გადაწყვეტს კონკრეტული არბიტრი კონკრეტულ საკითხს რაც არ საჭიროებს ახლა დიდი ხნის განმავლობაში წერილობით მომზადების მტკიცებულების გაცნობას ანუ როგორი არის მათი მიდგომები მათთვის ეთიკური დილემები ეთიკური დილემები ძალიან მნიშვნელოვანია მხარეებთან კომუნიკაცია როგორ უნდა გააკეთოს როგორ გადაწყვიტოს ეს ინტერესთა კონფლიქტის საკითხები როგორ წარმართოს პროცესი ამ პროცესს ამ ზეპირი გამოკითხვის თუ შეფასების ეტაპს ფასილიტაციას გაუწევს პროფესიონალი ტრენერები და მოხდება ერთი მნიშვნელოვანი სხვადასხვა სესიაზე სხვადასხვა საკითხების მიხედვით გატესტვა ადამიანის აი ეს უნარჩვევების და საბოლოო ჯამში ბუნებრივია შეფასების ერთი ნაწილი ეს არის და მეორე ნაწილი არის წერილობითი ნაწილი რაც იქნება ძალიან ინტენსიური მონაწილეებს
ვინც დარეგისტრირდება, გადაეცემათ საქმის მასალები წინასწარ, გარკვეული პერიოდით ადრე რომ გაეცნონ და მოამზადონ გადაწყვეტილების ჩონჩხი და შემდგომ უკვე მიეცემათ გარკვეული შეზღუდული დრო საბოლოო საქმის მასალებით, რომ მოამზადონ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. რაც საკმაოდ ისეთი ინტენსიური მუშაობა იქნება საჭირო და საბოლოო ჯამში ამ ორი შეფასების გავლის შედეგად უკვე დადებითად გავლის შედეგად მიეცემა ადამიანს საშუალება რომ გაიაროს ბოლო ეტაპი რაც გულისხმობს ჩვენთან peer interviews ანუ გასაუბრებას კოლეგებთან რითიც მე ძალიან მომწონს ეს ეტაპი და ზუსტად აძლევს ასოციაციის შესაძლებლობას რომ გარდა ცოდნის და გამოცდილებისა რეალურად შეამოწმოს, რამდენად იზიარებს ადამიანი მღირებულებებს, რასაც ეთიკური არბიტრაჟი ქვია. კი ბატონო. და რაზეც დგას საქართველოს არბიტრთა ასოციაცია და მღირებულებს, ხო და რამდენად მზად არის, რომ ანუ ჩვენთვის თითოეული წევრი მნიშვნელოვანია და მათი ჩართულობა ამ პროცესში. დავით, დამატებით ხო არ ერთ რაღაცას აღნიშნავ, ანუ ეხლა უკვე ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როცა მინიმალური ასე ვთქვათ, არბიტრაჟო ინფრასტრუქტურა გვაქვს შექმნილი და იმდენად მაღალია, როგორც ჯაბა მახსენა ამ კურსებზე, ასე ვთქვათ, სტანდარტი, მათ შორის ასე ვთქვათ, სწავლის და შემდგომში გამოცდების ჩაბარების საკმაოდ რთული პროცესია, ყველა სამივე ჩაგვიბარებია აქედან. წერ საკმაოდ კომპლექსურ საქმეზე, ისეთი, რომელიც შეიძლება პრაქტიკაში საკმაოდ ჩახლართულ კომპლექსურ საქმეზე წერ გადაწყვეტილებას თავიდან ბოლომდე. თან ყველა იმ პრაქტიკული გამოწვევით, რაც რეალობაში ხდება ხოლმე, ამას შორის არ ვიცი, ისეთი პრაქტიკული დეტალების გათვალისწინება გიწევს, როგორც არის რაღაც ხარჯების განაწილება მხარეთა შორის და ასე შემდეგ და ეგეც არ უნდა შეგეშალოს. და ამის გათვალისწინებით შეგვიძლია თამამად თქვათ, რომ ის ადამიანები, ვინც ფლობენ და ვინც მოიპოვებენ ამ დაჩქარებული გზის საფუძველზე, ასე ვთქვათ, აკრედიტაციას, შეგვიძლია მათ და ვენდოთ, ასე ვთქვათ, როგორც არბიტრებს, ეს არის ხარისხის ნიშანი და ინსტიტუტებთან მექნება, ასე ვთქვათ, ერთგვარი მოწოდება, რომ გამოიყენეთ ეს ადამიანები, ეს აკრედიტებული არბიტრები. მე ვიცი, რომ ხშირ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით თუ ერთი და იგივე მხარეები მონაწილეობენ ბევრ დავაში კვალიფიციური არბიტრის პოვნა შეიძლება საქართველოში ასე ვთქვათ არ იყოს ადვილი, თუმცა აგერ ვქმნით და ვზრდით აი ამ ბაზას, ასე ვთქვათ, არბიტრების, რომ ეთიკურად, მაქსიმალურად და საერთაშორისო სტანდარტებით მოხდეს თითოეული დავის გადაწყვეტა, ისე რომ ერთი არბიტრი მაგალითად ძალიან ხშირად არ ინიშნებოდეს ერთ და იგივე მხარის საქმეზე და ასე შემდეგ. კი ბატონო. ხო, ანუ საქართველოს არბიტრა, ანუ ჩვენ ვიცით, რომ კანონის დონეზე არ არის მოთხოვნილი, ხო? თუმცა არბიტრთა ასოციაციამ ეს თვითრეგულირების და თვითგანვითარების ფარგლებში გადაწყვიტა, რომ ამ ფორმით უზრუნველყოს მინიმალური სტანდარტი, ხო? ეს ცხადი არ ნიშნავს, რომ ეს პირი არის რაღაცა ტოპ დონის, მაგრამ ის რომ მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს და საარბიტრაჟო პროცედურასთან და იმ ძირითად დოკუმენტებთან რომელსაც არბიტრაჟს მიღება უწევს, ხო, იქ შეიძლება აცილებასთან დაკავშირებით იყოს, კომპეტენციასთან დაკავშირებით იყოს, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით იყოს, მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით იყოს, ანუ ყველა ამ დოკუმენტთან მიმართებით, ასე ვთქვათ, კანდიდატს აქვს სავალდებულო წესით მოთხოვნა, რომ ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, გაიაროს, ჩააბაროს და საბოლოო ჯამში მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკმაოდ კაცრად ფასდება ტრენერების თუ შემფასებლების მხრიდან, ზუსტად იმ მიზნით, რომ არბიტრთა ასოციაცია ამით გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებს ამ პირებთან მიმართებით და კიდევ ერთ საკითხს მინდა დავით გავამახვილო თქვენი ყურადღება, რომ რამდენადაც ჩემთვის როგორც გამგეობის წევრისთვის და იმ ჯგუფის წევრისთვის ცნობილია, ის რომ ასოციაცია თulis რომ ეს არ არის საკმარისი, კვლავ აპირებს რომ რაღაცა განგრძობითი იურიდიული განათლების კუთხითაც მუშაობს კონცეფციაზე და ამ კუთხითაც ველოდებით სიახლეებს. კი ბატონო, კონცეფცია გვაქვს უკვე ფაქტობრივად, ანუ გვაქვს მომზადებული წესი, ჯერ არ არის დამტკიცებული, მაგრამ მომზადებული წესი როგორი იქნება ორგანიზებული და მართული შემდგომში განგრძობადი იურიდიული განათლების საკითხი. ეხლა მთავარი რაზეც მუშაობთ არის ყოველწლიური ძალიან მაგარი კონფერენცია
კონფერენციის ორგანიზება არბიტრაჟთან დაკავშირებული, ეს იქნება ერთგვარი რაღაც აკადემიური კონფერენცია, რომლის ვთქვათ მინიმუმი იქნება ის, რომ მინიმუმ უნდა მოიცავდეს 2 კრედიტს ეთიკასთან დაკავშირებულ ლექციას, ვთქვათ workshops, trainings ასე შემდეგ და 4 კრედიტი იქნება უფრო თავისუფალი, ამაში მოვიაზრებთ, რომ 2 კრედიტი იქნება პროფესიული, ასე ვთქვათ, აზრების გაცვლა, გამოცვლა, ასე ვთქვათ, და ეს შეიძლება სხვა workshop-ის სახით დაორგანიზდეს და იქნება 2 კრედიტი აკადემიური, ასე ვთქვათ, ლექციის, ტრენინგის ფორმატი. ამაზე მუშაობთ სავარაუდოდ, ხა არ მინდა რაღაც თარიღები ვთქვა, მაგრამ სავარაუდოდ გაზაფხულისთვის იქნება ეს საკითხი. მზად და სხვადასხვა პარტნიორებს ველაპარაკებით ამაზე, რომ პირველი პრეცედენტი შევქმნათ და ამის შემდეგ უკვე ამოქმედდება განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამა. ამ პროგრამაში მონაწილეობა აკრედიტებული წევრებისთვის იქნება უფასო. შესაბამისად, ჩვენთან აკრედიტაცია მაგასაც ნიშნავს, რომ ყოველწლიურად გექნება ძალიან მაგარ ყოველთვის რაღაც ახალი სიახლეებით სავსე პროგრამაში და კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობა და ხო ეს იყო რაც უფასოსთან ერთად გარკვეულწილად სავალდებულოც. ხო, ეს იქნება სავალდებულოც, იმიტომ რომ ამ განგრძობადი იურიდიული განათლების საკითხი, როგორც ადვოკატ ასოციაციის ნაწილი, იდეა არის, რომ თავის დროზე შეიძლება მოემზადე ჩააბარე გამოცდები და ასე შემდეგ, მაგრამ რო არ დავკარგოთ პროფესიასთან კავშირი, ასე ვთქვათ და მუდმივად ვიყოთ ამ განახლებებთან გქონდეს ცდომა რაც ხდება პრაქტიკაში. კი ბატონო. იმის გათვალისწინებით, რომ ხა ვიცით, რომ საქართველოში არ არის ძალიან ბევრი საარბიტრაჟო დავები და მით უფრო რომ შეიძლება არ უწევდეს აკრედიტირებულ წევრს, თუნდაც შეიძლება 1 წელი ისე გავიდეს არ მოუწიოს დანიშვნა, ხო? ანუ ეს იქნება შესაძლებლობა, რომ იმ სიახლეებზე, იმ აკადემიურ გამოწვევებზე, რაც შეიძლება იყოს იმ წლის განმავლობაში, ასე რომ ვთქვათ, ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამ ყველაფრის განახლება, გაზიარება და შესაძლებლობის მიცემა, რომ ასე ვთქვათ, ფორმაში ვიყოთ ყოველწლიურად. ჯობა რამეს ხوار არა, მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. უბრალოდ ხო, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება ცოტა სუბიექტურიც ვარ უკვე, ალბათ უკვე ვარ ასოციაციის პროდუქტების მიმართ, თუმცა ნამდვილად მოუწოდებ, ვისაც აინტერესებს ამ ხრივ განათლების და ცოდნის მიღება, რა თქმა უნდა, ჩვენი პროგრამები, ასოციაციის და აკრედიტაციის მოდულები ეს არის მათთვის, ვისაც უნდათ შემდგომში არბიტრობა, თუმცა სასარგებლოა არა მხოლოდ მათთვის, ძალიან სასარგებლო არის ვისაც არბიტრაჟში როგორც ხარის წარმომადგენლად ისე უნდა მუშაობა და აქედან გამომდინარე ბევრი ამ კუთხითაც იყენებს, თუმცა დაჩქარებული აკრედიტაციის წესი, რასაც ასოციაცია გამოაცხადებს, მართლა იმათვის არის, ვისაც არბიტრობა უნდათ და აქვე დავამატებ უბრალოდ, რომ ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს ერთდღიანი ეგრეთ წოდებული refresher training შეხვედრით, როდესაც სადაც მოხდება გაცნობა თუ რას ელოდება გამოცდელები გამოცდის პროცესში, რა იქნება მოთხოვნები, კრიტერიუმები და ეს სავალდებულო არ იქნება აკრედიტაციის გამოცდაზე გასასვლელად, თუმცა ძალიან გამოადგება მათ, ვისაც სურს, რომ მცირე განახლება გააკეთონ თავიანთი ცოდვის და ინფორმაციის არბიტრაჟის კუთხით. კი ბატონო, დიდი მადლობა ინფორმაციისთვის და იმ სიახლეებისთვის, რომელიც დანერგვასაც გეგმავს საქართველოს არბიტრთა ასოციაცია. შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის მხარდამჭერია გველებიანი ლოფირმი. დაგემშვიდობებით, დღევანდელი ასე ვთქვათ ჩაწერა ძირითადად უკავშირდებოდა იმ სიახლეებს, რომელსაც გეგმავს საქართველოს არბიტრთა ასოციაცია და წარმატებები ამ ასე ვთქვათ გეგმების განხორციელებაში. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა.